მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით სომხეთში და მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია აღნიშნულ ფერმაში, თუ როგორ იზრდება სახორცე მიმართულებით პირუტყვი. Როგორც ხედავთ, აქ აქვთ წყლის სისტემა, დასალევი წყალი. აქეთ სრული ღია სისტემა არის, სადაც მაღალი წონები რადგან არის, თივაც გაშლილი აქვს. თქვენ ხედავთ როგორ კონდიციაში არის. რაც შეეხება ფერმას, ფერმა გამოიყურება შემდეგნაირად, აი იქ ხედავთ თქვენ თუ რამ სიმაღლეზე არის აწეული ქვედა წერტილი და საკვებურის მხარე, აქ როგორც ხედავთ, რა მხარეზე არის გამოწეული და აქ უკვე გადმოფარებული, რომ საკვებური არ დასვენდეს. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ ფერმაში, ფერმის ლოკაციაზე, როგორც ხედავთ, სახორცე პირუტყვი გადანაწილებული არის. ზოგი მოიხმარს პროტეინოვან კონცენტრატს და მთელმარცვლიან სიმინდს, რომელიც სულ გაშლილი აქვს. ზოგი წევს, ზოგი დგას, ზოგი წყალთან არის. ეს არის კარგი გადანაწილება, დაახლოებით 30% და 30% უნდა იყოს განაწილებული მსგავსი მიმართულებით. ეხლა ჩვენ სტუმრად ვართ და ცოტა შეიცვალეს ქცევაც, როგორც ხედავთ, ცოტა უკვირთ ახალი ადამიანების დანახვაც და შეიძლება ზუსტად არ იყოს გადანაწილებული და არ გაგიკვირდეთ. თქვენ აქ ხედავთ, ეს არის ღრმა ქვეშსაფენის სისტემა, სადაც უყრიან ნამჯას. ნამჯა, როგორც იცით, ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ სველი მასა შეიწოვოს და როდესაც უკვე საქონელი წვება აღნიშნულ ღრმა ქვეშსაფენზე, ანუ არ აქვს დისკომფორტი, არ ეკრობა კანზე, საფარველზე ფეკალური მასები. თქვენ ხედავთ, როგორ მშრალად და სუფთად გამოიყურება სახორცე პირუტყვი და იზრდება ძალიან კარგად. ამ კონკრეტულ ფერმაში ახლა 200 სული არის და თქვენ ხედავთ, თუ როგორ გამოიყურება სახორცე პირუტყვი. დღის განმავლობაში სახორცე პირუტყვი მოიხმარს დაახლოებით ცოცხალი წონის 2%-დან 3%-მდე შერეულ მასას, რომელიც მაღალ წონაზე არის საშუალოდ 10-დან 13% შერევა. თქვენ ხედავთ აქ, თუ რა მნიშვნელობა აქვს წყლის სისტემას და რა მნიშვნელობა აქვს საკვებურის სიმშრალეს. თქვენ ხედავთ აქ როგორ მშრალ კონდიციაში არის გრანულები და მთელმარცვლიანი სიმინდიც და გირჩევთ ერთ რამეს, რომ როგორც მსგავს ფერმაში ასეთი დიდი რაოდენობა არ ჩაუყაროთ სახორცე პირუტყვს, ეცადეთ რომ დღის განმავლობაში 3-ჯერ 4-ჯერ გაუშალოთ მსგავსი კონცენტრატი და მთელმარცვლიანი სიმინდი, რადგან სტიმულაცია მოახდინოთ საკვების დაყრის და სახორცე პირუტყვი უფრო აქტიურად იყოს კვებისთვის. თქვენ აქ ხედავთ, სხვადასხვა წონის სახორცე პირუტყვი გადანაწილებული არის ლოტებში, რომელიც დაახლოებით ერთი ლოტი შეადგენს დაახლოებით 300 კვადრატს. 300 კვადრატიდან 50 სულზე რომ ვიანგარიშოთ, თითო სულზე დაახლოებით 6 მეტр კვადრატი გამოდის და ხედავთ, რომ აქ არანაირ დისკომფორტს არ განიცდის სახორცე პირუტყვი. ესენი უკვე ნელ-ნელა სარეალიზაციოდ გამზადებულები არიან და ფერმერი უკვე ელოდება იმას, რომ მოახდინოს მათი რეალიზაცია. თქვენ ხედავთ სახორცე პირუტყვის შეხორცებას, ხედავთ თუ როგორ გამოიყურება ისინი. თქვენ შეიძლება დაინახოთ მთელმარცვლიანი სიმინდის მცირე ჩართულობა ფეკალურ მასებში, მაგრამ აღნიშნული დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან აღნიშნულ ცოცხალ წონაზე სახორცე პირუტყვის მთელმარცვლიანი სიმინდი ესაჭიროება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ამოიცოხნოს და ჰქონდეს დღიურ ულუფაში ენერგიის წყარო და სტრუქტურა, რომ შეძლოს ამოცოხნა. მხოლოდ დღიურ წონამატებს განსაზღვრავს პროტეინოვანი კონცენტრატი, ანუ გრანულებს, რასაც ვეძახით ჩვენ.
აღნიშნული გრანულები. ყურადღება მიაქციეთ, რომ აუცილებლად სახორცე პირუტყვს ჰქონდეს მშრალ მდგომარეობაში სიმინდიც და პროტეინოვანი კონცენტრატიც და ერთგვაროვნად ხდებოდეს მათი საკვებურიდან ამოჭმა. რატომ? იმიტომ რომ როდესაც მხოლოდ მთელმარცვლიან სიმინდს მიიღებს სახორცე პირუტყვი, ამ დროს ძალიან დიდი რისკია, რომ თქვენ სახორცე პირუტყვს არ ჰქონდეს დღიური წონამატები, რადგან როგორც წეგან უკვე ვახსენე, დღიურ წონამატებზე პასუხისმგებელი 90%-ით არის პროტეინოვანი კონცენტრატი. შესაბამისად, მოუფრთხილდით ყოველ თითო გრანულს და ყურადღება მიაქციეთ, თუ რამდენ კილოგრამ შერეულ მასას მოიხმარს დღის განმავლობაში სახორცე პირუტყვი. დარწმუნდით, რომ ისინი არიან კარგ კონდიციაში, თუ რაიმე არ მოგეწონებათ, თუ შეაჩერეს საკვებმოხმარება, თუ დღიური წონამატები არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, აუცილებლად კონსულტაცია გაიარეთ იმ კვების კომპანიასთან, ვეტერინარებთან, კვების სპეციალისტებთან, ვისგანაც აღნიშნულ კონცენტრატს ყიდულობთ, რადგან დამიჯერეთ მათ უფრო შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდეთ არა მარტო საქართველოს პირობებზე მორგებული, არამედ სხვა მეზობელი ქვეყნები იქნება თუ სხვა ქვეყნების პრაქტიკები. როგორც ხედავთ, შეხორცებას სახორცე პირუტყვისთვის გამოიყურება შემდეგნაირად. ძალიან მომწონს ეს სისტემა, შენახვის სისტემა და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთ კარგ შედეგებს დებს ეს მეთოდი უკვე წლების განმავლობაში. თუ რაიმე კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ რომ მოგწეროთ, დაგვიკავშირდეთ და ვეცდებით რომ მაქსიმალურად დაგიჭიროთ ხარი. გისურვებთ წარმატებებს და ყოველივე კარგს.